გამარჯობათ მეგობრებო. ახალი კვირა დაიწყო ჩვენთან ისრაელში და ეს იცით რომელი კვირა? ქორწილის, როგორც იქნა. სამსახურიდან გამოვედი ახლა. ძალიან ბევრი საქმე მქონდა და მივდივარ დაფერვაზე. და რადგან მაკიაჟის გაკეთებას ვერ ვასწრებ, თმასაც არ ვიცი სალონში მოვასწრებ თუ არა წასვლას. ეგეც არ ვიცი. გადავწყვიტე რომ ცოტა დაფერვა მაინც გავიკეთო. მაგას მაინც მოვასწრებ, იმიტომ რომ სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება. ხალხი გაიჭერებული მიყურებს. ეს გიჟი ვინ არისო? მოკლედ, მივდივარ დაფერვაზე. მაგ სალონში ერთხელ უკვე ვიყავი და ძალიან მაყოფილი ვარ. ჩემი მოვლის ქორწილზე დავიფერე ძალიან მშვენივრად. ფრჩხილები უკვე გავიკეთე. ველოდები ახლა ავტობუსს რომ წავიდე. აი მე ამოვისუნთქეთ ისეთი კარგი ამინდები, ანუ ცხელა, მაგრამ კარგად ცხელა. აი რო არ შეწუხდები ძალიან ეგრეთ ცხელა. გული არ გაგისკდეთ, ესე არ მივდივარ, ეს ძალიან მალე გადამივარ. დღეს ღამე და ხვალ ძალიან კარგ ფერზე ვიქნები და აი ეხა სახში აი ესეთი ფერი როგორ წავიდე თქვენები გითხარით. აი ეს ქუჩაში როგორ გავიდე, აი ამ სახით. მიტყვიან დაიშუშხაო. ხომ ერთო რა სირცხვია, მაშინაც ვიმალებოდი და ესე მივდიოდი ავტობუსში რო გავიკეთე. კაი, სხვა რა გზა აქ ვერ დავიძინებ და უნდა წავიდე სახში. აი ესეთი ადგილია. ძალიან კაი. აქ ეს არის სოლარიუმები და აქ არის დაფერვა. ავტობუსის გაჩერებას ამოვეფარები, იქნებ ესე ვირამი დამინახოს, მაგრამ ის რომ თვალის არიდება მოგინდეს ვერ ამარიდეთ, მაგრამ კაია, რიჯი. მოკლედ, ისევ კარგი სტაფილოსფერი ვარ. მედია ხვალამდე გადამივა, იმიტომ რომ ხვალ არის ქორწილი და კიდევ კარგი რომ ორი დღით ადრე გავიკეთე რუჯი. გადამივიდეს. რა ვქნა მე? გამარჯობა მეგობრებო. პროსტად დილა მშვიდობისა არა, უფრო შუა დღე მშვიდობისა, იმიტომ რომ უკვე 2 საათია და მე ხა დავამთავრე მუშაობა. ნახევარი დღე მუშაობდი. და ვემზადები ქორწილისთვის და ეხლა გადავედით ჩემთვის ყველაზე საყვარელ ნაწილზე, ეს არის მაკიაჟი. მოკლედ ძალიან მინდოდა მარისთან წასვლა. ძალიან ბევრი საქმე მქონდა მოკლედ სამსახურში და ვერანაირად ვერ მოვახერხე რომ უფრო ადრე დავემთავრებინა. ამიტომ არ ვიცი შეიძლება მოვასწრო წასვლა სასტუმროში სანამ მე ემზადება და ვნახო. მაგრამ ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. ეხლა რა ხდება ამასობაში მარისთან ემზადება თმა მაკიაჟი რამე რუმე ფოტოების გადაღება და 4-ის ნახევარზე მეფე პატარძალი ერთმანეთს ხვდება, ანუ მანამდე არ ნახულობენ ერთმანეთს, მაგრამ საქართველოშიც ესეა, ხო? და ეგ არის ძალიან ლამაზი და საყვარელი ცერემონია, რომელსაც სავარაუდოდ მე ვერ დავესწრები. იღებენ მე ფოტოებს მეგობრებთან ერთად, ასე შემდეგ, ფოტოსესიის შემდეგ ბრუნდებიან, მიდიან დარბაზისკენ, საქორწილო დარბაზისკენ, სადაც აუცილებლად, როგორც წესი, ხვდება სადილი გამზადებული ყველა იმ ადამიანს, ვინც იმყოფება ნეფე პატარძალთან ერთად და ყველა ნეფე პატარძალს ასევე აქვს განკუთვნილი თავისი ოთახი, რომ დაისვენონ, სანამ ცერემონია დაიწყება. ჩვენ სტუმრები ვართ დაპატიჟებული 8-ის ნახევარზე. მე და გოგოები ცოტა ადრე მივდივართ, იმიტომ რომ გვინდა რომ მარის ნახვა მოვასწროთ. თვითონ დაგვთავს ნებას, რასაკვირველია. იმიტომ რომ ხანდახან არ უნდათ ხოლმე რომ პატარძებს რომ წინასწარ ნახონ და იწყება საღამო ალაფურშეტით გარეთ. მე მგონი გარეთ არის მარის შემთხვევაშიც, ხო? სანამ დარბაზში სტუმრები შევლენ, არის ალაფურშეტი. 1000-ნაირი საჭმელია ხოლმე როგორც წესი გარეთ, ანუ სტუმრები მოდიან, ლაიკრიბებიან, ასე შემდეგ და შემდეგ არის უკვე და 1 საათის შემდეგ, მაგრამ აგვიანებენ ხოლმე და საათნახევრის შემდეგ არის ხოლმე უკვე ცერემონიალი ქორწინების, რომელსაც ქვია ხუპა. როგორც ჩვენთან, ანუ ხა არ მიწყენთ იმედი ამ შედარებისთვის, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ, რომ ცოტა შეგიქმნათ წარმოდგენა რა არის ეს ხუპა, როგორც ჩვენთან ჯვრისწერა. ეგეთი ცერემონიალია ხუპა, იქნება ღამ, რაბინი,
მშობლები ორივე მხრიდან ეს სცენაზე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაჩვენებთ, გადავიღებთ ხუპა როგორც ვიცი, იქნება ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ მარი მაჩვენებდა ხოლმე რაღაცეებს და მოგეთ ერთი წუთი მაქვს, როდის ვნახავ, ამ ხუპაზე რა თქმა უნდა რაღაც ლოცვები, აქეთური და ბოლოს უკვე თუ შეგემჩნევიათ ებრაულ ქორწილებში, არ ვიცი, ის მომენტი, როდესაც უკვე სიძე ტეხს ჭიქას. ეგეც არის ხუპის ნაწილი. და ამის შემდეგ უკვე მთელი ხალხი ესე მიდის მისალოცად უკვე ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა ოჯახი. და ვულოცავთ ხოლმე ნეფე პატარძალს და ძალიან მიყვარს, ეგ არის ჩემი საყვარელი მომენტი, ერთ-ერთი ამაღელვებელი, ასე ვთქვათ. გოგოებიც ემზადებიან, საშუალებით გუნჩას შევპირდი, რომ მაკიაჟს გავუკეთებდი და მე იქიდან ერთად მივდივართ ყველა მეილელა და გუნჩა მარისთან ხარი, ნეილიკო და ისინიც ემზადებიან, ანაც ცალკე ემზადება, როგორც ვიცი. თქმა უნდა ავიწიო, სანამ მაკიაჟს ვიკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და მე მაინც დაისონით ერთხელ გადავუვლი. გავიტან ხელით. იმიტომ რომ უმეტესობა ფუნჯების და გავრეცხე, რადგან გუნჩას უნდა გავუკეთო მაკიაჟი და მე არ მიყვარს როდესაც ჩემს მომხმარებელთან მივდივარ ფუნჯების სუფთა ფუნჯის გარეთ, ანუ ჭუჭყენი ფუნჯებით. მომხმარებელთან რატო ვიძახი? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მაკიაჟის გაკეთება და ერთი პერიოდი ვსწავლობდი კიდეც, უფრო სწორად გავიარე კურსიც და ვფიქრობდი, რომ ჩემს სამსახურთან ერთად პარალელურად გავაკეთებდი მაკიაჟებს, მაგრამ არ ვიცი, მე გადავიფიქრე, შემეცვალა აზრები. მაგრამ გოგოებს სულ ვუკეთებ ხოლმე, ვისაც შემიძლია. განსაკუთრებით ლეილას და გუნჩას. რაღაცა პატარა საქმეები კიდე დამჩა გასაკეთებელი სამსახურში და იმედია, რომ მოვასწრებ ყველაფერს, ანუ ესე უყურადღებოთ, ვერ დავტოვებ ვერანაირად. ძალიან დიდი ხანია ესეთი მაკიაჟი არ გამიკეთებია, ვნახოთ რა გამომივა, იმედია რაღაცა საფრთხობელას არ დავემსგავსები. ცოტა წავიგრძელოთ თვალი და ხალხი მოვატყუოთ. ძალიან მიყვარს ყავისფერი ფანქარი, ამიტომ ყავისფერ ფანქარს ეს მაქვს ინგლოტის, რომელიც მაჩუქა ანამ ჩემმა და ქალმა და მარიმ მე მგონი ორივემ ერთად მაჩუქეს. ფანქარს ავისვამ და დაგიბრუნდებით. ფანქარს აუცილებლად თვალის შიგნიდანაც ვისვამ ხოლმე ესეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი თვალის ფორმას ძალიან ცვლის. ეს რა თქმა უნდა სრულყოფილი ვარიანტი არ არის, აუცილებლად შევასწორებთ ნელა-ნელა, თან. ეხლა დავიტან კიდევ ჩრდილებს. წარბებიც ცოტა შევილამაზეთ. ჩემი წარბები არის წარბი არ მეზრდება საერთოდ, ხალხო წარბი არ ამომდის. ბლაში რა თქმა უნდა, Rare Beauty. დაილოცოს სელენა გომესი ეს რო შექმნა. ამ ბლაშით ძალიან ყვაყოფილი ვარ. მართლა საუკეთესოა და ძალიან მომწონს ჩემი სახის ფერს, მე მგონი ზოგადად ძალიან უხდება. ოკეი, ჩემი კაბა არის ძალიან სადა, მაგრამ თან გასაბრანჭი. ხوار ძალიან მეტი ხوار ვარ. რა მოვიწყდება, რა გავიწყდება? ჰაილაიტერი ხალხო, ჰაილაიტერი გამოვიწყდა. არა, კაი მოგონება ქალებისთვის ეს მაკიაჟი. იმ დღეს ჩემი თანამშრომელი თურმე გათხოვდა და ჯგუფში, ჩვენს ვაიბერის ჯგუფში გამოაგზავნეს ფოტო, რომ აი გილოცავთო ესე. ვერ მივხვდი, ვერ ვიცანი ვინ იყო. ანუ ადამიანი იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, საერთოდ სანამ მეორე დღეს სამსახურში არ მივედი და არ მითხრეს, რომ ესო ის არისო, მე ჯერ მეგონა რომ მეთქი ალბათ ვიღაც ახალი თანამშრომელია, რომელსაც არ ვიცნობ და არც მიფიქრე რომ გოგო იყო ჩვენი თანამშრომელი და აღმოჩნდა რომ და მეგონა რომ ბიჭი იყო და აღმოჩნდა რომ ნამდვილად გოგო იყო და გაოცებული ვიყავი რაღა დაგიმალოთ. ტელეფონითაც რომ გადავიყო და გაჩვენოთ ეს გამოიყურება, ანუ აი წამწამი უნდა, მაგრამ ამის ნერვი და დრო არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან დრო მჭირდება ხოლმე. ზოგადად ისეთი ბზეთვალები დამეწვა. ტუჩსაც ჯერ კიდე არ მისვია, იმიტომ რომ ვფიქრობ, ანუ წითელი
ძალიან მეტი იქნება თუ არა, მოვიფიქრებ. ესეც ჩემი დღევანდელი ლუკი ქორწილისთვის. იმედია კარგად ხედავთ. რუჯი ძალიან მე მგონი უხდება ამ კაბას. მოვედი გუნჩიკოსთან. ხო გუნჩი. და ვიწყებთ მომზადებას. ბოლოს გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩვენი გუნჩიკო. იმედია კარგი მაკიაჟი გამოგვივა. Shalosh yavne. Shidlovski. Hi, Banodia Focheli. Hi, babe. Shidlovski, shalosh yavne. Tabilo. წინ ჩვენი ქმრები. Shidlovski, shalosh yavne. დაგვიანებთ, იმიტომ რომ კვირმის ნახევარი არ დაგვინდა და რომ ნახევარი საათი მაინც მისულიყო. ეს 20 წუთში მივალთ. בסדר, לא רע. כן. גונצ'ס מקיאז'י არ ჩანს ახლა კარგად, მაგრამ ძალიან მაგარი. წამწამების მივაწყაბე. вот, классно. Это фот. Девочки в черном. Black woman. Ама ჩვენ ანარი მეგობრები ვართ, ანარი დაქალები ვართ. საუკეთესო დაქალის ქორწილში ვაგვიანებთ 10 წუთში. და უკვე აი ნერვებიც აღარ მეშლება, ისეთი გამწარებული ვარ. მეცინება. და ხა ესენ უნდა რომ მე დამაბრალო, ანუ ეს შენი ვლოგის გამო დავაგვიანეთო და რა სისულელეა ხალხო, რა სისულელეა, რა ჩემი ვლოგი. რა ჩემი ვლოგი. Бэха. А две машины, смотрите. Ой, кишутим. Мазальто. Поставь хоть куда. Только что приехали. Вау. Мы очень торопились, мы старались. מה יהיה עם זה? הנה, מה יהיה עם זה? מה זה? אח שלנו. შესასვლელს ვერ პოულობთ ხალხო. სრული პანიკა, იმიტომ რომ არ ვიცი საიდან შევდივართ. აუ რა სილამაზეა. הנה, איך לא ראינו את זה אבל? ראיתי את זה, אני לא מבין למה... ביקשתי 4,000 ואת אמרתי 3,700. אמרתי מי זה שם? מי זה הבלונדיני הזה? אני לא יודעת. По-моему, это две свадьбы. две свадьбы? ראש? პატაზრის და რა სილამაზეა, ეხა დაინახავთ. איזה יפה, איזה יפה. ვაიმე, ჩემოსი ჩოჩხლე. დედა შეხედეთ. ენ, იმალე, მაზე. ეგი მარიმრები მოგვიმზადა, მარაო და კიპები ბიჭებისთვის. אין פה הרבה אנשים בינתיים. וואי, מה, მზად ხართ რა ხუპა ნახავთ, აი ესეთი სილამაზეა, რა აი არ ვიცი, რაღაცა გრანდიოზული საგიჟეთი. ეზე აფე. ეზე აფე. ნახეთ რა სილამაზეა. თავარია მარი არ ჩავარდეს აქ სადმე. ძალიან ლამაზია. ჩვენი ნელიკო რა ლამაზია.
შან ვარ. მაგრამ მეც ხო უნდა გამოვჩდე კადრში. ტილში არის 400 კაცი დაპატიჟებული. მოდიან, მოდიან! ჩვენი სიძე. יאללה, איזה חתיך! איזה חמודות! איזה יפים! מה זה ויאריאן? גגיז'בולי וואר. הנה הגיע הרגע המרגש. ברוך אתה אדוני אלוהינו מלך העולם. איזה חתיך. Павло, הנה הטבעות. Он меня позвал, давай мы с тобой смотримся. И целует меня. כפיים, כפיים תעשו להם. גבי ווירס. זהו, אין. מקודשת. הלך עליך. מקודשת. זהו, הלך עלייך. ესეც დარბაზი. აშამ? זה 17?
არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ მართლა, ძალიან კარგი. დაბრუნდით სახლში დაახლოებით 2 საათზე და დღეს წამოვედი ოფისში. ფეხები ისე მტკიოდა, რომ წამოვედი ჰავაიანათი. სხვა ფეხსაცმელს ფიზიკურად ვერ ჩავიცვამდი. ანუ იმდენი ვიცეკვეთ და ისეთი ერთი წუთით არ დამსხდარვართ, მე მგონი იმის მერე რაც ავტეკით. მაგრამ სამსახურში ნახევრად მეძინა. თან 1-2 შეხვედრა მქონდა და თავს ვიკავებდი, რომ არ ჩამძიდებოდა. იმიტომ რომ სანამ მოვედით სახლში, სანამ ეს კი გაგვიხდა ამასობაში 3 საათი. ხო და მოგეთ ეს შაბათი კვირა აუცილებლად უნდა დავისვენო. აი სახლიდან ფეხის გამდგმელია რო არ, იმიტომ რომ მთელი 2 კვირა ფაქტობრივად გარეთ დავჯლაგუნობ და სახლი მომენატრა. ხო და ესეთი გეგმები მაქვს. სახლში ყოფნის. არადა ჩემმა დედამთილმა გავიდეთო შაბათსო, მაგრამ არ შემიძლია, ფიზიკურად აღარ შემიძლია. ხო ვამბობდი, ასაკი შემეტყო. ამიტომ გავატარებთ სახლში პარასკევს და შაბათს. თან ვლოგების დადება ძალიან მაგვიანდება. ამიტომ აუცილებლად ნადავდა ვლოგი შაბათს. ასე რომ მაინც პროდუქტიული იქნება ჩემი დღე. ეხლა სახლში მივალ. სახლის საქმეებს გავაკეთებ. კემსადილიც მომამზადო, რამე ჯერ არ ვიცი რა მომამზადო. მაგრამ იმედია მოვიფიქრებ 1 საათში დაახლოებით. და მოკლედ სრულ განტვირთვას მოვიწყობ ამის მერე. სულიერ და ფიზიკურ განტვირთვას. და ჩავუჯდები სერიალს, რომელიც ახლა დავიწყე. თუ მოვასწარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 2 კვირა ვუყურებ და მე 4 სერიას ვერ გავწდი. ქვია
We were liars. და ძალიან კაი ჩანს, ჯერჯერობით. გამოგიწერიათ, ჩემი არქიტექტორით გამოიწერეთ. და შემდეგ კვირაშიც რა თქმა უნდა რამე საინტერესოს შემოგთავაზებთ. ანუ ინტერესოს.